დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში მუშაობას განაგრძობს. წინასწარი ინფორმაციით მომდევნო კვირიდან კომისია 2003-2012 წლებში დაკავებული ადამიანების საქმეებს და წამების ეპიზოდებს განიხილავს. მოხდება კონკრეტული ეპიზოდების შესწავლა და სხვადასხვა პირის გამოკითხვა. მანამდე გასული კვირა აგვისტოს ომს და მის წინა პერიოდს დაეთმო. გამოიკითხნენ ყოფილი პოლიტიკური თუ სამხედრო მაღალჩინოსნები. როგორც კომისიის წევრები ამბობენ, მიზანი 2003-2012 წლებში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის სამართლებრივი შეფასებაა, თუმცა მართველი გუნდის გადაწყვეტილებით კომისიის კვლევის სფერო მხოლოდ ეს პერიოდი არ იქნება და მუშაობის პროცესი 2012 წლის შემდგომ პერიოდსაც შეეხება. ეს არის ბოროტი ბოლშევიკების მიერ შექმნილი საქართველოს ღალატის კომისია, რომელსაც სამართლიანობის აღდგენასთან, კანონის უზენაესობასთან, ჰუმანურობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და რომლის რეალური მიზანი არის ჩვენი ქვეყნის სრული ოკუპაციისათვის მომზადება, რათა აი ამ ღალატის კომისიამ ჩვენი ქვეყანა ხონჩით მიართვას რუსეთს მაგალითად 9 მაისამდე, ხო? ამიტომ ეს ღალატის კომისია რას გადაწყვეტს არ არის მნიშვნელოვანი. ნაციონალურ მოძრაობა რეზოლუციაზე ხელმოწერით ეთანხმებოდა რუსეთს, რომ ქართულმა ჯარისკაცებმა თურმე ჩაიდინეს სამხედრო ომის დანაშაული და ჩვენ მიუხედავად ამისა მოვახერხეთ და ეს პროცესი მოვიგეთ და გამართლდა ქართული სახელმწიფო, ქართული ჯარი და ამას უკვე არაფერი აღარ ემუქრება. თუმცა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ხელმძღვანელებს აუცილებლად ექნება და ამ კომისიამ ეს და პრაქტიკულად უკვე გამოაჩინა. მნიშვნელოვანია წამების საქმე, ბიზნესის რეკეტის საქმე, გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია იმ საპატიმროებში არსებულ გაუსაძლის სიტუაციაზე, როდესაც ადამიანად არ თვლიდნენ პატიმარს. ყველაფერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ომისა და ღალატის პარტიის ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ კიდევ გველოდება არაერთი განხილვა, სასტიკი მოპყრობის, წამების, არაადამიანური მოქცევის ფაქტები, რომელიც კვლავ საზოგადოების წინაშე აფიშირდება, წარსდგება. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, რომელიც არ მოესწრო აი ამ მძიმე დროს საქართველოს ისტორიაში, ვალდებულია კარგად მოусმინოს საგამოძიებო კომისიას და გაიაზროს ის უმძიმესი დრო და ის საკმაოდ კრიტიკული საფრთხეები, რომელიც დღესაც კი ედგა საქართველოს წინაშე აი ამ სადისტურ რეჟიმს, რომ შეძლებოდა და რევანში მოეხდინა საქართველოში.